მოდივარ ხალხო, მოვქრივარ. გამარჯობა. დაჯენანა დასკამდი. დავიღალე. ძალიან ვარ გაღალული. აიცადეთ. დედა. წელი. ვაიმე დედა, მეთქიდა მე დამეღალა. თანმიმდევრობით ნანა, გამარჯობა ხალხებო. მოგესალმებით. ეხლა შემოვედი, პარკები ჩანს. ეხლა შემოვედი სახლში, უბრალოდ მეორედ შემოვედი, მეორედ. თანმიმდევრობით დაწყობილად ვისაუბროთ. ესა დილას ადრე ავდექით. წამოვხტით ყოჩაღები და გავცვიდით იქა, რა ქვია, სასაფლაოზე. სასაფლაოზე არ ყოფილა, ალბათ 2 კვირა იქნება. ხო. ეს მესამე კვირაა რა. ხო და ესა უნდა გუში ვთქვით, ვაიმე ყოველდღე წავიდეთ და ხვალე ადრე ავდგეთ და წავიდეთ და წავედით. კიდე დედა ჩემის საფლავი მქონდა კიდე გასაახლებელი, გასალამაზებელი. ხალხი აქ ნეტა ყველგან იყოს ესეთი, ცოცხლებს ავცემდეთ ამდენ პატივს. აქ რო მიცვალებულებს. ერთი ინოჩენტის მეგობარი, ისე რა, ძალიან ახლო რა. წლებია რა ვიცი, რამდენ რაც მე ამ კაცს ვიცნობ, აღარ აყავს ცოლი ყოველ დღე. ყოველ დილა რო ადგება, მოწესრიგდება და ღია იმის კარები. ისაუზმებს ყოველ დღე პირველი საქმე არის სასაფლაოზე ცოლთან მიდის. ყვავილებს წყალს გამოუწვლის, მორწყავს, გაასუფთავებს, რა ვიცი, მე უვლიან. ეხაც იქ იყო. ხო და ყოველ დღე იქ არის. ყველა არა, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც ხო ყველა მიდის. ყოველ დღე ყველა არ დადის. ეხლა თუ მაინდა-მაინც ისეთი ან ახალი მიცვალებული ყავს, ან მოკლედ ყველას გვაშოროს. მე დედა ჩემთან ვიყავი. აღარ მქონდა მე თავი რო ყველა შემომევლო დიდია სასაფლაო რა თქმა უნდა, მე ვთხარი წავალ მეთქი მე და ინოჩენტეს ბებია ბაბუები არიან, ცოტა ჩასასვლელია კიბეები და იქ დაგელოდები მეთქი. დედა აღარ მოდის ეს კაცი, აღარ მოდის. წავი გაიარა ერთმა ორმა ნაცნობმა, მე ერთმა მონაზონმა გაიარა მომესალმა. ვიფიქრე ესენი იტყვენ ეს ქალი შეწუხებული ასასწრაფოს გამო მიძახებენ მეთქი და წავედი მე ინოჩენტე ეპოვა ვიღაცა 2 უსაქმური არა ისა ხუმრობით ვამბობ ისინი ქვაზე მუშაობენ რა ინოჩენტეს ყოფილი კოლეგები და ისა იმათ ეჭორავებოდა და ეს რო მოიქოქება მე ხო გონი აღარ აქვს მე ვთხარი მანქანის გასაღები მომეცი მეთქი წავალ და გამომყვაცუქცუკი წავალგან მანქანას დავქოქავდი არ ვიცი ტარება ჩავჯდები მეთქი ჭრდილში იყო მანქანა იქიდან წამოვედით ბატონო და წავედით გვერდზე ქალაქში ხილბოსტანის საყიდლად და ეხლა ამდენ რომ ქაქანებ იმიტომ მოვედი რომ მოდი მეთქი ხო ძალიან ბევრს უყვარს რა ვიყიდეს ვიდეოები და თან კიდე ფასები გითხრათ და შეადარეთ საქართველოში რომ წელს რა ვიცი ყველა იძახის რომ ხილის ფასები გაგირდა და ყოველ წელს იმისი საქმთ მიზეზი რომ დაისეტყვა და იმიტომ არის ძვირიო მაგრამ ეგ მიზეზი მგონია იმიტომ რომ კი ისეტყვება რაღაცა ადგილები მაგრამ ეგრე ერთდაირად ხო არ ისეტყვება ქართული კახეთი გურია სამეგრელო რა ვიცი მე მაგრამ ფასები ძალიან ძვირს ამბობთ საქართველოში ეხლა ხო და რომ მოვედით ინოჩენტემ მოიტანა ეს პარკები შემოყარეთ სახლში და მე ისევ გავედი იმიტომ რომ ყავა არ მქონდა დალეული ყავა დავლიე და მე ბარემ სუპერმარკეტში შევიარე ეხლა გეტყვით მე თქვენ სუპერმარკეტის ფასებსაც და გეტყვით ხილბოსტანში ცოტა ნაკლები ღირს როდესაც ხილბოსტნეულის მაღაზიაში მიდიხარ რა როგორც რომ ბაზარში წახვიდი ნუ ბაზარი არ არის მაგრამ ესა გვაქვს ცივი ჩაი უშაქრო იმიტომ რომ ცხელა რა ვიყიდეთ ეს ვაიმე 200 გრამი მომეც მეთქი და მაინც ბევრი ჩამიყარა ეს არის ყაბაყის ღერები ყიდულობდი ყოველთვის გასარჩევს ეგრე ყაბაყის ბუჩქი და მე თვითონ ვარჩევდა ეხლა ამისი ნერვი არა მაქვს თან ისუსხება თან დაიცადეთ თან ფოთლებისა ყვავილებით ჩაუყრიათ ყაბაყის ყვავილები ინოჩენტემ კი მესმოდა რომ ეუბნებოდა ყვავილები ჩაყარიო აი ესე არის ღერები აი ესეთი ძაფები ეხლა არც ჩანს არა ესენი უნდა მოაშორო მოკლედ ეს არის ყაბაყის ღეროები
და ამას ვხარშავ, პასტაში ურევ და ზეთს მოასხავს და მიირთმევს. ხანდახან თუ ისეთი როგორ ვთქვა, ხასიათზე კუჭი არ აქვს ხოლმე გაღიზიანებული, ცოტა ცხელი როცა არის მდუღარე, წყალს გადავწურავ და ცოტა ნიორს ჩავაჭრი და ზეთი უფრო კარგ გემოს აძლევს. ხო და მოკლედ ეს გოგრის ღერები ჩემთვის არ არის, მე ამას არ ავჭამ, თუ გინდა ერთი კვირა დამაბან მშიერი, მაინც არ მინდა რა. არაფრის ის არ აქვს. ვეუბნები რომ ჩვენთან მეთქი ყაბახს და აებას ღორებსაც არ უყრიან მეთქი და ღორიც არ აჭამს. აქ არის ვაიმე რა ძვირფას. ძვირი ღირს. არ ვიცი, ეხლა მაგანა კითხაფასი მე არ დამიგდია ყური. აქ ჩვენ ქალაქში წინა კვირას დამლაგებელი რომ მოვიდა შაბათს ჩემთან. იმ გოგო მითხრა რომ ნანა დღეს ვიყიდეო, გაარჩეულიო, კილო 7 ევრო გადავიხადეო და აი მაშინ 7 ევროს მივცემ, წავალკაცო 9 კილო ხორცს ვიყიდი და შევჭამ. ყველას თავისი ჭკვა აქვს, სწორია. ეხლა რა ვიყიდეთ ხარ? რა ვიყიდეთ? ხო, ფასი გითხარით რა ვი. გასარჩევი გონი 2 ევრო ღირს კილო. თუ ევრო და 80. ეგ არ გაინტერესებს. ეს არის სალათის პომიდორი. მე ცოტა უფრო შემწიფებულები ავიღე, საერთოდ უფრო მწვანეებს ყიდულობთ კანონით სასალათად. სალათის პომიდორი. ეს აღიზდა კილო არ ვიცი თითოეული რამე რა ღირდა არ ვიცი. კილო ღირდა 3 ევრო. ცოტა სხვა ჯიში არის ხოლმე შავი პომიდორი და ის 3.5 ღირის 4-ის რა ვიცი. მოკლედ ეს აღირდა კილო 3 ევრო. არც არაფრის დიდი რამე გემო არ აქვს, რომ გითხრათ მე და სიმართლე მოგახსენოთ, სასალათე პომიდორი ქვია და ტვინში აქვთ, რომ კარგია სალათისთვის და ისა, აი, ხმელია, მაგარია. აი, ეს არის ჩემი სიყვარული პომიდორი. ეს არის პომიდორების მეფე. ეხლა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამაზე გემრიელს ვერაფერს ვერ ავპოულობ აქ. ესეც აღირს ფასი. აი ესეთია. ჩერი არ არის, ეს არის მოგრძო. და სულ ვამბობ, რომ არავინ არ მოგატყუოთ, მოგრძო პომიდორი, ჩერი არ არის. ყვითელი ჩერიც არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას აქ ძალიან ნაზი კანი და კარგი პომიდორის გემო აქვს. და კილო ღირს, არ ვიცი, 5-6 ევრო ღირს ხოლმე. ზამთარში 7 ევროც აღირს და ეხლა მე მგონი კილო 5 ევრო ღირს. აი ესა. იხდი, მაგრამ ღირს რა. რამე ნორმალური. წვანელობიოს ავჭამ, ხო გითხარით, ძალიან ხშირად. აი ესეთი, აქ სხვანაირი მწვანელობიოა. მრგვალი და ეგეთი. ჩვენებური არა. ჩვენებური ბრწყელი მწვანელობიო ლიდლში ვყიდულობ ხოლმე და ხანდახან დიდ სუპერმარკეტებშიც არის. აი მე დედა. აი ესეთებია. ჩვეულებრივი ლობიოა რა, ეს ჩვენთანაც არის ხოლმე, მაგრამ იშვიათად. ხო. ეს ვიყიდე მწვანელობიო ღირდა 5 ევრო კილო. 3 ევრო ნახევარიც იყო გარეთ. ანუ ორნაირად აქვთ, გარეთ დაბალფასებიანი აქვთ, უკვე რომ ცოტა დღეებისაა და მოძველდა. და შიგნით აქვთ ახალი ხოლმე. გარედან ვიყიდე ატამი, გონი მარტო. ხო და ისა, ხახვი დაძვირდა ბატონო. ხახვი ადრე ღირდა ხოლმე 80 ცენტეზი, მერე ღირდა 1 ევრო, ეხლა არის 2 ევრო. ჩვენ იმაში სუპერმარკეტებში უფრო ძვირი ღირს 2.5-2.60 და ამ ბიჭთან არის აი გადასარევი ხან ისეთი ხახვი შეგხვდება რომ ვერ მოთუშავ ხმელი უშნო. აქ არის გადასარევი ხახვი და 2 ევრო ღირს კილო, მაგრამ კარგია. 2 ევრო ხახვი. ნაკლები არსად არა. ბადრიჯანი. ძალიან ბევრი ვეძებე, აი ესეთები იყო სულ ძალიან დიდები. და ცოტა მცირეები მინდოდა მომცროები და აი ესეთი. ხო, რაც შეეხება დამიწერეს რომ ჩემ ქმარსო თუ სწორედ მახსოვს, არ ვიცი, შაქარზეო ბადრიჯანი აუკრძალა ექიმაო. არანაირად არ დაგეთანხმებით
იმიტომ რომ ბადრიჯანს აქვს ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი. ბადრიჯანს, ყაბაყს, მწვანელობიო, აი აბსოლუტურად მე არ ვიცი კიდე გეუბნებით რამე სხვა მიზეზით თუ აუკრძალა არ ვიცი, მაგრამ შაქარზე ბადრიჯნის აკრძალვა არაფრით არ შეიძლება. შეიძლება ვისაც კუჭის პრობლემები აქვს მონელება რაღაცა კანი არო ურჩიონ რომ კანი მოაშორო რა. ეგ არის. ხო და ყველას კიდე ხო გეუბნებით რა ვიცი ყველა ექიმს სხვადასხვა ის აქვს და ჩვენ ვის დაუჯეროთ ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ეს არის რომ ბადრიჯანი შეიძლება. და ძალიან ბევრი რამისთვის დიეტაში ბადრიჯანი არის პირველი, იმიტომ რომ ძალიან დაბალი კალორია აქვს. შეგიძლიათ 1 კილო ბადრიჯანი ჭამოთ თავისუფლად, მოთუშული ან ცოტა ზეთში მოხრაკული, იმიტომ რომ აღარ მახსოვს ახლა 17 კალორია აქვს თუ რაღაც, ცოტა კალორია აქვს. ეხლა ესა სამნაირი პომიდორი მიყიდია. ეს არის ამას ქვია კუნწულა პომიდორი, ჩვეულებრივი პომიდორია, ჩვეულებრივი როგორც ჩვენებური რო ვთქვა. ჩვეულებრივი პომიდორია მოკლედ რა და ამას საჭმელად ვითომ არ აყიდულობენ. ვითომ, მაგრამ მე ეს მირჩენია აგეიმ სასალატ ვეიმე. ლომი. ხო და ეს პომიდორი ვიყიდე, აი ეს პომიდორი ღირდა €1.5. იქა ხილბოსტანში და აქ ჩვენთან 2.5 ღირს მაღაზიაში. ეს ეგრე. ორჩი. ეხლა ეს ხო, აი ეს ვიყიდე. ეს არის ვითომ ქლიავი. გაიცა? აი ეს არის ვითომ ქლიავი. იყიდება როგორც ქლიავი, მაგრამ ტყემალია რა, ფაქტიურად არის ტყემალი. ეს ახლა უნდა მოვხარშო, იმიტომ რომ გუშინ შევჭამე ბოლო ვეროს და ნათიას გამოგზავნილი ტყემალი გუშინ მივათავე იმასთან დაკუწული, წვრილად დაკუწული ხორცის კატლეტებთან. ხო და ეხლა ამას მე მოვხარშავ, სუნელები და რა ცხეები ხო მაქვს ყველაფერი და ტყემალს გავაკეთებ. ეგ მინდოდა მეთქვა. ეს მაჩუქეს ოხრახუში მაჩუქეს. ის ბიჭი ყოველთვის მეუბნე, რატო არ ამთხოვ ხოლმეო ოხრა, რა ვიცი მეთქვა, თუ გინდა მოცემა მომეწია ხა მაგაზე ვერ დადგები და ვერ გეხვეწები. არა და ადამიანები არიან 1-2 ლარისას, ევროსას რამეს იყიდიან და თან ითხოვენ, მომეცი ოხრახუში, მე არ შემიძლია რა. ეხლა ეს არის ვაშლატამა და ატამა. ძალიან მსხვილები არ არის, ზოგი ესეთი წვრილია, ზოგი ეს ყველაზე მსხვილია და ჩვეულებრივი ბუსუსიანი ატამი. ეს გონი ყვითელია, არ ვიცი. ეს ვაშლატამაა და ეს ატამი. ეს ორივე ღირდა, ორივეს ერთი ფასი ქონდა და ერთად ჩავყარე. აქ ჩვენთან მაღაზიაში, სუპერმარკეტში ეს აღირს €3 და რაღაცა, €2 და €3-მდე რა და იქ ღირდა €1.5. რატო დავდივართ იქ? გიჟები ხო არა ვართ და განაგვეხალისება მაგალითად, მაგრამ ფაქტია რომ ჯერ ერთი რომ ირჩევ ყველაფერს, ჯერ ერთი რომ ყველაფერი სოფლიდან არის იქა იმ ხილბოსტანში მიტანილი, აქ ყველაფერი ნამაცირალია და ყველაფერი ის არის გაყინული გამღვალ. აი მე ეს ძალიან ის არის მწიფე, მე ინოჩენტეს მივცემ. ხო და ფასები კიდე ფაქტიურად ზოგი რამე ნახევარი ფასია. ხო, ბადრიჯანი რა ღირდა? €1.5 ღირდა, მე მგონი ეგეც. €1.5 ღირდა. მეტი არა. აქ არ ვიცი ბადრიჯანი რა ღირს, ვერ გეტყვით, ვერ მოგატყუილებთ. საზამთრო გუშინაც ვიყიდე მეოთხედი საზამთრო აქ ჩვენ გვერდზე სუპერმარკეტში და არ ვარ გამჟავია. მჟავია როგორ აი რეზინივით რო არის ხოლმე და არ ვიცი ხა ეს როგორი იქნება, მე ვთხარ როგორია, მეთქი და რა ვიცი კარგიაო და მოკლედ ვიყიდეთ ესა. ეს აღირს კილო €1.5. რამდენი კილოა და რამდენისაა, მაგას თუ შემეკითხებით, არ ვიცი, იმიტომ რომ არ ავკითხულობ ხოლმე ერთნაირად მიანგარიშებს. ფასებს უყურებ რა აღირს და მე კარტოფილი. ეს არის ახალი კარტოფილი, ჩვეულებრივი სოფლისა, კუჭყიანი და ეს აღირდა
აქ რო იყიდო სუპერმარკეტში ღირს €1.5 კილო, ეს აღირდა 80 ცენტს კილო. ბევრი არ წამომიღი, ალბათ 1 კილო იქნება რა. ეს არის ხილბოსტანი ორჩი. ეხლა პომიდორი ხო გითხარ? ხო, ფასებს გეუბნებით რა არ აღირს კილო და მე თქვენ თვითონ იფიქრეთ. ხო, ეს ტყემალი ღირდა €1.5 და 2 ევროსა გავაკეთო და გააკეთე მეთქი. €1.5 ღირდა. და მე ვიფიქრე რომ რატომ მეტი არ ვიყიდე მეთქი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ეხლა ცოტა ბალი მაქვს სახში, ცოტა, არ ვიცი რამდენი ყრია პარკში და აქ გადავედი მინდოდა 1.5 კილო, მაგრამ აღარ იყო და რაც იყო დაეფასოვებინა და რა ღირს კილო. წელს ბალი თავიდან ძალიან ძვირი ღირდა. ეს აღირს 5.59, 5.50, €5.5 რავი როგორ გითხრათ, არ ვიცი. აი ეგეთია. ეხლა ხელები მაქვს ისეთი ჭუჭყიანი და რა თქმა უნდა ბალიც ჭუჭყიანია, მაგრამ არა უშ. ბლის გემო აქვს. გამიკვირდა. ბლის გემო აქვს, მაგრამ ტკბილი არ არის. უფრო კარგი ჩემთვის ტკბილი თუ არ არის, იმიტომ რომ ჩემ შაქარს უფრო ნაკლებ ტკბილი უხდება. ერთი პაჭკა სპაგეტი, გონი აღარ არის გათავდა და ჩავამატებ ხოლმე. სპაგეტი რესტორანტე ქვია 14 ნომერი, რა ვისაც გაინტერესებთ. ესე იგი, ხალხო, გამოყრუება არის ძალიან ცუდი რამე რა. აი მეხსიერება რომ უკან ვისათ არ მე როცა სასაფლაოზე ვარ და იქ ახლა რა თქმა უნდა დედაჩემთან დავიტირებ და ველაპარაკებ, მე სუმეთ იშება ტვინი, ხო და ესა, რა ქვია, გამოვედი ახლა და ვფიქრობ, დღეს რა გვაქვს ადილი. არ ვიცი, კრუდაიოლა უნდა გავაკეთო, ვფიქრობ, რა არის კრუდაიოლა. პომიდორს დავჭრი წვრილად, მაგალითად აი ამას, ან ჩერი, ან ეს, ნებისმიერი პომიდორი, რაც გემრიელია. დავჭრი ამას შუაზე 4 რა, ახალი ცოცხალი, ხო, ბაზილიკოც ვიყიდე, ცოცხალი ბაზილიკო, რეჰანი დაფრთხნილი, რიკოტადურა როგორ არის. მაგარი ხმელი ის არის ხაჭო ხაჭოა როგორც ყველი გამაგრებული რა ისეთი და ის უნდა, მაგრამ რადგან ეგ ლაქტოზას გარეშე არის შოება და არა მაქვს, ამ შემთხვევაში გავუკეთებ ან ბრინზას ფეტას რა, ან კიდე ჩვეულებრივ პარმეზანს. ზეთი, მარილი, ამას დავდგავ ცალკე, ცოცხლად. მე მოვხარშავ მაკარონს და ცხელ-ცხელსვე ამაში აურევ და კრუდაიოლა ზაფხულის კერძი არის ეგა. ხო და დღეს ვაპირებ მაგას. გავაკეთებ და მეორე თავი რა იქნება, მეორე თავი და არაფრით არ მახსოვს რა იქნება და ვიყიდე ეს მოცარელა. ეს არის ესა კამეჩის მოცარელა და გასკდა მე მგონია და გამოუვიდა რაც ხე. არა, პარკი კი არ გასკდა, თვითონ მოცარელას გასდის რძე. და ესა ვიფიქრე რომ მოცარელა მეთქი და ლორს მივართმევ ბიჭს, თორე მე მაქვს ისინი კოტლეტები. ხო და რომ მოვედი ახლა და გამოვახე მაცივარი რო წყალი მინდოდა, დავინახე რომ წუხელ ღამე ლონძა, ანუ ბისტეკა არა, ლონძას რა ქვია ქართულად არ ვიცი, შეიკა, ხო ეგრე ქვია, შეიკა კისრის ნაწილით თხელი ფირფიტები, წუხელ ზეთში ჩავდე, ზეში დავასხი, რძეში ვდებ ხოლმე ბევრნაირ ხორცს, ქათამს, ინდაურს, რა ვიცი მე რომ იმ რძეს გამო აქვს 1000 უბედურება და არბილებს კიდე, იმიტომ რომ მჟავა. ხო და ეხლა გამახსენდა რომ მეორე თავი კერძი ის უნდა ყოფილიყო და არა უშარა რავი შეცვლი ვნახოთ ან ამას ვიზავ ან რამეს მოვიფიქრე. ხო, ჭარხალი ვიყიდე. აი მაგალითად ჭარხალი
შაქრიანებმა არ უნდა ჭამონ ჭარხალი, არ უნდა ჭამონ წიწაკა. ჭამ ჭარხალსაც, წიწაკასაც გააჩნია რამდენი და გააჩნია რასთან ერთად. თუ სხვა რამე ისეთ ბოჭკოსთან ერთად მიირთმევთ, შეიძლება ყველაფერი არა, მაგრამ მაინც კარტოფილსაც ვჭამ, ოღონდ მოხარშულს. არ არის ეგ მასე რაღაცა რომ აი ამას პირი არ უნდა დაადო. ძირითადად აი ძალიან ლეღვი, ყურძენი, ხურმა, კარალიოკი, აი ეგენი არის რომ ძირითადად უნდა გამორიცხო, იმიტომ რომ ცოტაც რომ მიირთვა ეგ ურტყავს და ესენი მაინდა-მაინც არა. ხო და ვიყიდე ჭარხალი, მოხარშული, უმიაქ სად არის? ცოტა ვიტამინები მივიღოთ, სისხლი გავათხელოთ, ცხელა, აი მეტი. პური უყიდე, გავყინავ ერთ პატარა პურს, აი პატარა პანის ინოჩენტე ჭამს 3 დღე და ამას გავყინავ და რავი 2 კვირა ეყოფა. მე ჩემთვის ვაცხობ. ყველაფერს ვიღებ, რომ პარკი მოუშორო. ეს არის მდნარი ყველი ლაქტოზას გარეშე, ვინც იცნობს ამ ფირმას, საკმაოდ კარგია რა. ესა ყველი გახეხილი ყველი, ეს არ არის პარმეზანი, ეს არის გრანა პადანო. ეს უფრო გვირჩენია. მოგწვა. აქ არის არ ვიცი რა არის ამ მაგზე. ხო, როგორ არა. სულგუნი იშვიათად ვყიდულობ ხოლმე ჩემთვის ლაქტოზას, ძირითადად რო ვყიდულობ აი იმას ლაქტოზას გარეშე, დიდათ არა ვგირდები აკაურ მოცარელაზე. და ეს არის ცოტა, ეხლა ვგაჩვენებ, ცოტათი რომ გავაჩვენ მოცარელას. ეს რაც აკლია მომიჭრეს და მაჭამეს იქვე. ხო და ეს ვიყიდე ჩემთვის რა ცოტა რამე მივიღოთ. ყველაფერი უნდა მივიღოთ. ცოტაობით. ეს ლორია მოხარშული ლორი, რომელიც ინოჩენტეს ვუყიდე. არ ვიცი რა ღირს ესენი კილო. ესე იგი ზოგი ღირს კილო 13.80, ზოგი ღირს 22 და რაღაცა. ნუ დაახლოებით ეგრე და მე ვყიდულობ ხოლმე მგონი 15.80 რო ღირს ლაქტოზას გარეშეაო და რა ვიცი ამაში რაღა ლაქტოზაა ის მითხარით არ ვიცი. ეხლა ვაიგე ეს ვიყიდე ჩემთვის, იმიტომ რომ ინოჩენტე დიდი მოყვარული არ არის, ძალიან ძვირი ღირს ესა. სალმონი, ანუ ორაგული რა ხდება ეხლა? რო იყიდება ხშირად არის ჩამოფასება. ამ ბოლო დროს რამდენჯერმე ვიყიდე სუშის რო ვაკეთებ ხოლმე, ყიდულობ იმ უკვე რო შეფუთულები არის ორაგული. ხო და არ მომწონს, აი არ მომეწონა აშკარად. არასდროს აღარ ვიყიდი ჩამოფასებულ ორაგულს. ჯერ თუ მექნება ფული ვიყიდი ნორმალურად. და ეს არის ასაწონი რო იყიდება და ძვირია. ეს კილო ღირს 45 ევრო მგონი, 44 და რაღაც. მოკლედ აი ეს არის 3 ნაჭერია თუ 4, ზუსტად არ ვიცი და 8 ევრო და 60 კაპიკისა 4 ნაჭერია. და 8 ევროსია. ანუ ხო და თუ მაქვს ვიყიდი ხოლმე და თუ არა მაქვს არა საშუალება, არ ვიყიდი და იმას აღარ ვიყიდი, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად არ მომწონს, შემძულდა და მე ტელევიზორში იყო ისა, რა ქვია, სიუჟეტი მაგაზე გაკეთებული, რომ სადაც ეს მოშენება არის ამისი ნორვეგიული არა, ნორვეგიული კარგია, დაიცა მეორე იყო სკოცია თუ მე აღარ მახსოვს რა ტყუილი არა ვთქვა, ნორვეგიულზე არა, ხო და უკვე რომ მკვდრებს ჭრიან და მოკლედ რა არ მინდა რა, ცუდი სიუჟეტი იყო რომ შეგაძულებს რაღაცას. ხო და ჯერჯერობით ეს ვნახოთ. ეხლა ეს სათვალეებზე ეხლა შევხედე ისა რა ქვია მაგას, ქეთი და უჩასავით მე ქეთია.
ქეთი ეგიდულაშვილი, ხო იცით? მთელი TikTok-ი ორსულად არის. TikTok-ზე მოკლედ დიდი ორსულობა და მატება გვაქვს რა, ნუ იტყვით მოკლედ და ისა ამ ქეთიზე ხო ერთი ამბავია ატეხილი, გათხოვდა, ვინც იცით, ხო იცით, ვინც არ იცით, რა ვიცი, ახლა ხო არ მოგიყვებით განამეზარება, მაგრამ რა ვიცი, საინტერესო არ არის. და კომენტარებში თუ გინდა კარგად გახალისდე კომენტარები უნდა წაიკითხო და გამოხტება ვიღაცა და რატო დაასცინით? მე არ დავცინი. მე არ განვიკითხავ, იმიტომ რომ დასაცინი იმათ რა აქვს. ქეთის არ არის გიში. ზოგი ამბობს, აი ჭკვანაკლულია და თავის არა ხალხო, არ არის გიში. რა თქმა უნდა ნერვოზი აქვს და რა თქმა უნდა თავისი პრობლემები აქვს, დეპრესიული ადამიანია და რა ვიცი მათასი უბედურება აქვს. ლოთიც არის, როგორც ამბობენ, მე არ ვიცი, მაგრამ ისა რავი იყო, მე არ იყო, არ ვიცი, მოკლედ როგორც არის, მაგრამ ის რო გიჟი არ არის და უტვინო არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი რასაც აკეთებს, დაგეგმით, მიზანმიმართულად აკეთებს. არ იფიქროთ თქვენ რომ რამეს ამბობს და არც, სულ ყველაფერი აქვს დაგეგმილი და მერე გამოვიდა ზოგი ამბობს, აი ის მესისღება ხალხო, სულ ყოველთვის ვამბობ რომ ძალიან ცოტა ჩემ ცხოვრებაში იქნება ძალიან ცოტა ადამიანი, ვისაც შემიძლია ვთქვა რომ აი მეზიზღება, იმიტომ რომ აი შეიძლება ადამიანი არ მინდა, შეიძლება ადამიანის რაღაცა არ მომწონს, შეიძლება ვერ ვიტან რაღაცას, უბრალოდ ის რომ აი არ მინდა რა ვიღაცა, მაგრამ ის რომ აი ვიღაცა გეზიზღება, ხო? ეს ძალიან ცუდია ჩემთვის, მაგათაც ძალიან ცუდი რამეა, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანებია ჩემ ცხოვრებაში, ცოტა ყოფილან რომ ესე ვთქვა რომ ვინმე მეზიზღება. და ერთ-ერთი აი ის არის, თან რო არ იცნობდა რომ გეზიზღება. შოთა სიხარულიძე. აი ეგ როგორ მეზიზღება, აი შინაგანად, ორგანულად, არ ვიცი, ყველანაირი სიტყვა რო მოვიშველიო, აი მასე მეზიზღება ეგ ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანს არ უწოდებ მე მაგას, იმიტომ რომ მთელი TikTok-ის გამასხარავებული ხალხი არის მაგისი დამსახურება, ეგა ჭამს ყველა ამ TikTok-ერის კისრიდან და აი ემიგრანტების კისერზე ზის კიდე და აი ემიგრანტებზე ისე მებრაზება, როი ჩვენი შოთო, რა თქვენი შოთოში ხარ ყველას პატრონი, ვისი პატრონია? გარი თავისი გასიებული თავპირის პატრონი და თავისი გასიებული გასუქებული ჯიბისა. ეგ არის ადამიანი, აი ჩემთვის არის უსაზიზღრესი რა. აი რომ მომცემ პირისპირ ისე აზრი არ აქვს მაგას შუბლის ძარღვის გაწყვეტილი აქვს და ყველაფერი არ აქვს არაფერს მნიშვნელობა, მაგრამ აი მთელი გულით და სულით გულს მოვიფხანდი პირისპირ რომ ენახა და ყველაფერს ვეტყოდი დალაგებულად რაც აგდია. ხო და ზოგი ამბობს რომ ეს მთელი მაგ ქეთის შეუღლება, გაუღლება, ესა ისა ყველაფერი მაგის დადგმულიაო. არ ვიცი, არც ეგრე არ მგონია, იმიტომ რომ ქეთი საკმაოდ ისეთი ის არის, რომ არ მგონია, მაგრამ ძალიან შეეჭმეინოს. ნუ როგორც არის, არ მაინტერესებს. ხო და ნუ დასცინი. გამეცინება ხარ ისეთი კომენტარია, რომ გამეცინება კი რა მარტო ხარხარებ ხოლმე, ზოგი კომენტარი ისეთია, არ განვიკითხავ. შეიძლება ადამიანი გავაკრიტიკო, შეიძლება ადამიანს კიდეც დავცინო, როგორ არა, დასაცინს დასცინი. მეც დამცინებს ვიღაცა როცა დასაცინი იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რო არის განვიკითხო, არ განვიკითხავ. მე არ განვიკითხავ, რომ ეხლა ქეთი ეგიდუნაშვილი აი 48-9 წლისაა და ეგე იმ რაღაცა პატარა ბიჭისგან დარჩა ორსულად თუ დარჩა, რავი, ან ვისი ამბობენ რომ სხვისგან. არ ვიცი რა, ხა მე მაგათთან სანთელი არ მეჭირა. მაგრამ არ განვიკითხავ მე იმას გაყვა და რატო არა, შეიძლება გამეცინოს მოქმედებებზე და მაგათ ლაპარაკზე მააყარეთ, ვარდებ დაგვაყარეთ. TikTok-ზე ვინც იცით, ხო იცით, იქ საჩუქრებია, ქოინებია რაღაცა და ვარდებს ხო ერთმანეთს უგზავნიან ვარდებს, ხო და ძალიან დამაინტერესა ეხლა რა ღირს ვარდები, იმიტომ რომ ქეთი მუთხრა უჩას რომ უჩა ეს არის დოლარები, ვარდებს გვაყრიან, ნახე რამდენი ვარდები გვაქვს, ეს უკვე ამდენი 60 და რაღაცა დოლარია, ჯერ სადახარ უჩა გაიცა და ეხლა ეს უჩა არის გაწყინებულად დაგვაყარეთ აბა ვარდები, დაგვაყარეთ და ხალხიც აყრის ამ ვარდებს და მე დამაინტერესა ადამიანურად დავით. მე ეხლა იმიტომ არა რომ მე არც ვარდების არავინ დამაყრის და არც TikTok-ზე არ ვმუშაობ, მაგრამ
რა ღირს ვარდები? იმიტომ რომ ნებისმიერი რაღაცა ჩუქრებიც იყვები, რაღაცებს ერთმანეთს რო უგზავნიან გულები, თურმე მერე იქ თავის ანგარიშზე გროვდება და მერე შეუძლიათ რომ თანხალ აქციონ და გამოიტანონ TikTok-ერმა რა. ის ლომი რავი რამდენი ღირს არ ვიცი 350 ზოგი იძახის $, რამდენიღაცა მოკლედ თურმე თან რაღაცა პროცენტი TikTok-საც მიაქვს. ხო და ну ეგ ყველაფერი რაც ზერელე-ზერელედ გავერკვე და ეს ვარდების ძალიან მქონდა ჯავრი და მივწერე ერთ TikTok-ერს რომ რა ღირს მეთქი რა ფასი აქვს ვარდებს თქო და ესე იგი 2 ვარდი ნახევარი ჩენტეზიაო, ანუ 1 ჩენტეზი არის 4 ვარდი. რო დაგირტყავენ და ფულად უნდა აქციო ვარდები, სიტყვაზე მე გამომიგზავნეს და მე მინდა რომ თანხად ვაქციო არა და 4 ვარდი რო იქნება, ის არის 1 ჩენტეზი. ესე იგი $1 რო გამოიტანო, რამდენი ვარდი გინდა? 400. სწორია, ხო. $1 რო შეგროვდეს 400 ვარდი გინდა. ოღონდ ვინც ჩუქნის, ანუ ყიდულობს ვარდს რო სხვა საჩუქოს არა, იმისთვის ცოტა მეტი ღირს, ალბათ 1 ვარდი, ალბათ 1 ჩენტეზი ღირს რა, ან 1 თეთრი როგორღაც რა, ცოტა მეტი ღირს. მოკლედ ეხლა ეგ აქ არის ძალიან ყველაზე დაბალი საჩუქარი ეგ არის, ხო და ეხლა ჩემთვის მეცინებოდა რომ უჩასახ გონია მააყარეთ ვარდები მააყარ გონია მეთქი რომ გვირიცის რამდენი $-ებია 1 ვარდი $1 და მიდი თვლიან ესენი ამ $-ებს აგე უჩა 60 ვარდი გვაქვს $60 და ეს 60 ვარდი კიდე არის სადღაცა 15 ჩენტეზი ну მოკლედ ეგ ისე თქვენ მოგაწოდეთ ინფორმაცია თუ იმეს გაინტერესებთ TikTok-ზე რა აღის რაც მე გავიგე რა ზერელეთ მეტი რა ზაკამე მაგრამ ხო და მოკლედ და კონკრეტულად ეგეთი ამბებია და ის კიდევ იმეორება აი ვინმე მართ ამიწეროს რომ ნუ განიკითხავ არავის არ განვიკითხავ იქ ვიღაცა ირინა არის ორსულად მე არ განვიკითხავ ხალხო ის ვიღაცა როგორ შეიძლება მაგაზე არა შეიძლება რომ ვიღაცაზე გამეცინოს ახლა არ გამეცინება როგორ არ გავიცინებ და დავცინებ რომ გამოვლენ და ის ვაკის პარკში რომ დადგავენ დინამიკებს და ტლინკაობას და სიმღერას იწყებენ ეს ორი შტერი თვრალი ცოლდაკმარი ქეთი და უჩა დავცინებ მარას ვიზა თან მივიდა პატრონი და აჯერიმეს შეწუხდა ვაკე შეწუხდა ქეთიმა თქვა რომ ვაკეში მინდა 60 ახიანიო ო მომცესო იმანო მერიამო კახიკალაძემ ბიძინა ივანიშვილმა რა გაუხდათო რა გაუხდათ რა გაგიხდათ ამდესა უყვირი ვარო რომ გვიყვარხარო ამდესა უყვირი ვარო ვაიმე იმდენი ყვირის მაგას მაგრამ ბინებს ვინაძლევს ხო და ეგრე ხო და გასაცინზე და იმაზე გამეცინება ხოლმე რა თქმა უნდა და ვიცინი ვარ მაგრამ რაც არ მომეწონება შემიძლია გავაკრიტიკო ის კი არა რომ აი მე როგორც მინდა ისე უნდა გააკეთოს ვიღაცამ და თავის ცხოვრება ისე იცხოვროს არა მე რაც არ მომწონს იმას ვიტყვი რომ ჩემთვის ეს მიუღებელია და არ მომწონს მაგრამ იმან იცხოვროს როგორც უნდა აი დარდი კიდე იმას იქნება თავი ვიღაცისთვის საერთოდ მიუღებელია მე როგორ ვცხოვრობ ხო სწორია არა შეიძლება მითხრან მაგრამ არა ხო ერთი კიდე გამეცინა ვიღაცის კომენტარი იყო არა TikTok-ზე არ ვიცი მგონი YouTube-ზე და ვიღაცას უწერდა რომ მე მგონიაო დარწმუნებული კი არ იყო აბას ცადეო და შეიჭერი თმებიო და სხვა ფრად შეიღებეო მე მგონი მოგიხდებაო ვინახარ ვინაგდი ხარ რა პრეტენზია გაქვს ვინაგდი ხარ ეხლა ის შეურაცხყოფაც კი არ ვაყენებ აი ფაქტის კონსტატირებას ვახდენ რომ ასეა როგორ ეუბნები ადამიანს შენი მე ვერ ავწყვეტავ ჩემ თავზე ახლა შევიჭრა თმები თუ არ შევიჭრა რა ვქნა როგორ ავქნა და ვიღაცა ბადგეა ძალაზე რომ მე მგონია და მოგიხდა შენ თვალში რომ მომიხდება იქნება ჩემ თვალში საერთოდ არ მინდა ერთხელ შევიღებე თმები შავად ვაიმე ერთხელ კიდე გონი ქერად ჩემი ძმა მეუბნებოდა შენი ჭირიმე ოღონდ გადაიღებე და მეტი არაფერი არ მინდა. ხო არ შეიძლება რომ ესეთი რამეები ვიღაცას აი ესეთი რჩევები აძლიო. ან რა უფლება გაქვს? ან რანაირად. თუ უკვე მე შევიჭერი
შევიღებე, მე თვითონ გადავწყვიტე და რაღაცა მიყურებ, შეგიძლია დაწერო, რომ ხო, გიხდება, ან არა, არ გიხდება, ან მე არ მომწოხარ ასე, ეგ კი, ბატონო. მაგრამ მე რომ მაგას მირჩევ, უცხო ადამიანი, საერთოდ არ ვიცი რა გემოვნება გაქვს და მე შენ გემოვნებაზე რატო უნდა ვიარო? აი გამიკვირდება ხოლმე ხანდახან რაღაცები, აი გამიკვირდება, გავოცდები ხოლმე. რანაირად აშვები იმისი არ იყოს, აი ის არ გააკეთო, ეს გააკეთე, ის არ შეიძლება. ინოჩენდეს მეუბნები, ცუდი ხასიათი აქვს ინოჩენდე. ხო, აი არა ჩხუბობთ, როგორ არა ვჩხუბობთ, დავცხეთ. ინოჩენდე მეუბნება, კბილები როდის უნდა გაიკეთო, არ უნდა გაიკეთო. სანამ არიან რო დავინახავ, რომ კიბო აღარა მაქვს, კბილებს გავიკეთებ მე. მაგალითები ყველა მაქვს, არაფერი არ უნდა, აბსოლუტურად ყველა სახსალამად თვითვალი არა ვკრათ. ქვემოთ კი არ მაკლია და კი არ დამცვივდა, გაიწია ნარკოზის მერე კბილებმა, გაიწია და გაბარდოდნენ. ხო და ესა ხო და როცა დავინახავ, რომ კიბო აღარა მაქვს, მერე გავიკეთებ კბილებს. ქვედა ყბას. ხო და მანამდე საერთოდ არ ვაპირებ, არც რო ფული გადავყარო, არც რო სიმწარე გამოვიარო და არც რო ეხლა მაღაზზე ვიწვალო და ვირბინო, ვისაც არ უნდა, ნუ შემომხედავს რა. აი, საერთოდ. არც გარა მაქვს პრობლემა. იმდენი ისა აქ ადამიანს და ეხლა კიდე ეგა. ხო. ხო და ეგ, აჰა, მინდოდა რომ ეს თქვენთვის როგორ ვთქვა, პლუს მინუს ფასები. ხო, რაც შეეხება TikTok-ის მათხოვრებიო. აი მე ნეტად რომა აქ კიდე თუ არა. TikTok-ის მათხოვრებიო. ხალხო, ეს TikTok-ის მათხოვრობა მე საციმრად აღარ მგონია საქმე. ის რო დაიწყეს დაბალი კუშები და დღეში 30, მერე 50 ლარი დღეში, მერე 80 ლარი დღეში, მერე 100 ლარი დღეში, მერე 150 ლარი დღეში. ეხლა დილითაც 150, საღამოთი 200. ეხლა ეგრე უწევენ, ხო, იმიტომ რომ ალბათ ცხოვრება გაძვირდა, გემოვნებაც გაიზარდა და ასე შემდეგ. გავიგე. და ნუ ეხლა მე არ დაუმჯდარ ვარ და არასდროს არ დამითვლია დღეში რამდენს იღებენ და რამდენი გამოვა თვეში მაგის ისა საერთოდ არა მაქვს არც სურვილი და არც რაც ჩემი საქმე. არა, თო ისე რა ინტერესი ყველას აქვს, ხო და ის რომ ამბობდნენ რომ 42000 ლარი უდევსო, შოთასო, ანგარიშო, შოთა დარბაიძეზე მაქვს ლაპარაკი. თუ 36000, მოკლედ არ ვიცი, ხო იყო და ეხლა როდესღაც გადავაწყდი რომ ნანუკა ჟორჟოლიანი რო აკეთებდა გადაცემას და მე აღარ გააკეთა თუ როგორ იყო აღარ მახსოვს ის ოჯახი რო არის გიომარი და ამ გიომარის არ ვიცი რამდენი ხანი არიან რაც თხოვლობენ რომ სახლი გააკეთეს, გარაჟი, მანქანა, საწოლები, არაფერი არ აქონდათ რა ფაქტიურად, არაფერი არ აქონდათ, კედლებიც არ იყო რა იყო საძირკველი მარტო და ისე რომ საწოლები, საბნებიც არ ქონდა, არაფერი არ ქონდათ, ფარდა, ყველაფერი გააკეთეს, ხო და თურმე ვიღაცა მოცლილმა დათვალა, მოცლილი იყო თუ რავი ინტერესი ქონდა და იძახის რომ 240,000 რაღაცა არისო შეკრეფილი, აგროვებული თუ როგორ ვთქვა, გადარიცხულიო მაგაცზეო. არ ვიცი ერთ წელში თუ რაც მთლიან პერიოდში რაც არიან მათხოვრები, არ ვიცი. და 5 შვილი ყავთო. და ალბათ ლიდერები არიან, ალბათ ეგენი, არ ვიცი. ნუ ეხლა ის ვინც მოთამაშეები არიან, იმათზე არ ვსაუბრობ, ეხლა ისინი თურმე ძალიან დიდ ფულს აკეთებენ, ეგ არ ვიცი, მაგრამ ამ მათხოვრებში ალბათ ესენი არიან ლიდერები, იმიტომ რომ 240,000 ეხუმრებით ხალხო. 240,000 წლიური შემოსავალი ალბათ კაი ბიზნესს არა აქვს რა. ხო და ეგე თუ არა. ხო და დაჯექი ჩართე კამერა, მარტო საღამოთი თხოვლობდნენ ეგენი. რამდენჯერმე შევეს, ეხლა აღარ აქვს იმდენი, ეხლა 200-300 ლარს აგროვებენ, მეც ვერა დღეში, მაგრამ იყო რომ 800,000, 1200, 1500 დღეში აგროვებდნენ. ერთ დღეში, წარმოიდგინეთ.
ხო და ეგრე ეგ ამბავიც თქვენთან ვიჭორავე ეს მართლა ვიჭორავე რა იმიტომ რომ ვის ვიჭორავე და ჩვენ სხვა მოუყვები აი ბათხორები ეგრე არიან მეზარება მაგაზელა ვერც იგებს უთხარი ერთხელ მაგრამ შევატყე რომ თავში ვერ მotავს და მაგასთან რომ როგორ დაჯდები იმათხორებ და ფულს გირიცხავე რატო ურიცხავე რა ვიცი მოთხარ ეხმარებია ჭირდება იმ ადამიანს ის ირინა რო არის კიდე ქირას ხო უხდით ვინც ურიცხავს უხდიან არ ვიცი რამდენიო ადრე იხდი და 1500 თუ 1400 თვეში ეხლა გონი იაფიანში გადავიდა 800 ლარიო თვეშიო არ ვიცი 700 თუ 800 ლარიო ქირას ხო უხდიან ჭაბა ხო უნდა სმა ხო უნდა ექიმი უნდა ვექილი უნდა გასეირნება უნდა რავი მე რა 1000 რამე უნდა ადამიანს რა გინდა ძმაო რამდენი არიან მაგნაირები ყველას ხო ურიცხავენ ესე იგი აქედან დასკვნა რომ ხო ისა კიდე ერთ გოგოს გადავაწყდი გუშინ ახალგაზრდა გოგო არ ვიცი ვინ არის და თქვა რომ ყოველთვის ძალიან დიდი ხანია მინდოდაო რომ დამიანგარიშებინაო რომ ძალიან აი საშუალოთო თვეშიო ერთ ადამიანსო საქართველოში რამდენი ჭირდებაო საცხოვრებლად თუ კარგ ცხოვრებაზე კი არა ისე რა და დაიანგარიშა ყველაფერი კომუნალურები ისა და გამოვიდა რომ თვეში ერთ ადამიანზე სადღაც მოდიოდა 2000 ლარი ოღონდ იქ არ იყო შესული არც სიგარეტი თუ მწეველი ხარ ბევრი რაღაცები არ იყო შესული ინტერნეტი იყო ბევრი რამე ჭამა ის რაღაცები იყო დათვლილი ხილი ტკბილი ყველაფერი ეხლა მე ვამბობ თუ ერთ ადამიანს უნდა მაგდენი თბილისში ოჯახი რო არის 4 სულიანი ან 2 დიდი და 2 ბავშვი იქ არ იყო შესული ბავშვების სიტყვაზე პატარების კვება და პამპერსი და ესა და ისა როგორ გააქვთ თავი ვიცი როგორც ვიცი განაგეკითხებით რომ აი ემიგრანტების კისრიდან ამოდის ეგ ყველაფერი ალბათ თორე სხვანაირად რანაირად აბა მე ვხედავ რომ ყველა ცხოვრობს ყველა ყიდულობს ყველაფერს იმიტომ რომ თქვენგან ვიცი რომ საღამოთი რო შეხვალ დაცლილია დახლებიო იმიტომ რომ თუ ვხედავ რომ ყველა ყიდულობს რაღაცას არავის არაფერი არ ენატრება და არავის არაფერი არ აკლია ნუ საშუალოდ ვამბობ როგორც მე და ხელფასებიო რატო არ არისო ევროპულიო აქაც ხელფასები განა ყველა მთელ ევროპაში კი არ არის 3-4000-ები არა ხალხო არა არ არის მაგდენი აქაც ხო და რავი აბა არ ვიცი ფაქტია რომ დასასვენებლადაც ყველა წავა ეხლა ყველა მაქვს მხედველობაში მოსახლეობის 80% და ეს საწყალი ემიგრანტები კიდე TikTok-ში ერთობიან და TikTok-ში გიждდებიან და TikTok-ში ტინგიცაობენ და ცეკვავენ და იცმევენ მოკლეკაბებს და ამოთხლეზილ მაიკებს და მაგით იხალისებენ ცხოვრებას. ან ერთმანეთსა ჭამენ და გლეჯავენ, ან რა ვიცი როგორ არის და მაგით არის ცხოვრება გაყავთ რა. ისა მერე ფულს ხელფასს იღებენ, გზავნიან, იქ ისინი გულაობენ, ვაიმე რა ცუდია ხალხო. რა ცუდია ცხოვრება. ეს ისე რა რომ მინდა რომ ვინმესთან ვიყბედო, ეგრე თქვენთან ავყბედობ რა. ასე რომ ნუ რავი ნუ გამოხტებით და ნურც შესწორებებს ნუ დამიწყებთ, ნურც მორალის კითხვას ნუ დაიწყებთ, ნურც რა ნუ შეწუხდებით, იმიტომ რომ აზრი არ აქ ჭებდა მაგებს, იმიტომ რომ ცუდად არ ვამბობ ჯერ ერთი. კიდევ ვიმეორებ. ესე რა. ადამიანი რო შეხვალ მეზობელთან და ისე უაზროთ ყბედობთ რაღაცას და ჭორავთ ეგ ვარიანტია. ეხლა მე აწინანა ერთი ადგილი ეს დასკამდი კარგია და ასკამდიც უნდა ვიცოდე ავდგები და ხო გაყინული პური უნდა მეთქვა კიდე შაქრიანებს ხო გაცვლა გვაქვს ინფორმაციისა და პური გაყინეთ რუხი პური თუ რავი რა პურსაც მიირთმევთ შაქრიანები გაყინეთ და მერე
გაყინული და მე გამღვალი თუ როგორ ვთქვა, არ ვიცი. პური კიდევ უფრო იკარგება სახამებელი, დაბლა იწევს გლიკემიური ინდექსი, ესეც დამტკიცებული ფაქტია, მე არ მომიგონებია. მე კი მაინც სანამ მაგას გავიგებდი, მაინც ავყინავდი, იმიტომ რომ მე ვაცხობ ერთნაირად პატარა პურებს და მე ვყინავ და გამომაქვს დღეში 2 ცალი პატარა რა, სადაც 30-40 გრამიანებია და გამოვიღებ ხოლმე და მივირთმევ ყოველდღე. ხო და თურმე უკეთესი ყოფილა გაყინული და მე გამყვალი, იმიტომ რომ კიდევ უფრო იწევს ქვემოთ გლიკემიური ინდექსი, ვეღარ ვთქვი. ხო, ეგეც მოგახსენე. დენანა. ეხლა ვფიქრობ, საიდან დავიწყო. კრუდაიოლადან უნდა დავიწყო, პამიდორს დავჭრი, რო ცოტა მოყდეს. და მე მდუღარე მაკარონს რო დავაყრი, ცოტა იმას იზავს რა, მორბილდება და მიირთმევს. ჩემი გამოსავალი არის ეს პაჩკების აი საზღვრობა რო არის რა ქვია მაგას. ერთჯერადი სუპები რო არის, ხო? აჰა. როდესაც ძალიან მინდა ხოლმე კვირადღისით 1-2 კოვზი შეიძლება მივირთვა ხოლმე მაკარონი ჩვეულებრივი და ისე დღეებში არ ჭამ და როდესაც ძალიან მინდა ხოლმე კვირაში 1 დღე ან რაღაცა მოხდება ისეთი საკვებია, ჩემთვის ვიკეთებ ხოლმე იმ ერთჯერად სოღონდი იმ სუპს და იმას წვენს კი არა უხრება, უკაცო იმას ღვრიი და მე ჩემებურად ვანელებ რითიც მინდა. ხო და დღეს შეიძლება ეგ გავაკეთო და ამ პამიდორთ შევაზაო. ხო, ეგეც გითხარით, ადენანა საზამთროც მაცივარშია შესადები. გრილიკია. დავედი ხალხო, ცოტა ხანი ხომოვეთი. ადენანა ვაიმე დედა, ისე ვარ დაღლილი. სასაფლაო ხო დიდია. დედა ჩემიც მოშორებულია. ჩემი დედამთილი შესასვლელთან ახლოვია. მაგრამ დედა ჩემი მოშორებული ცოტა იქით და ვიარე. მაგრამ კარგია ჩემთვის სიარული, ასე რომ მომიხდა. წავედი ხალხო, აბაჰე და აბაჰო, გეხვევით, გეფერებით ყველას და კარგ დღეს გისურვებთ, ფასები მოგახსენეთ. ვიცი რომ საქართველოში საგიჟეთ ფასებია. ვიცი. მაგრამ ჩემი რჩევა ყოველთვის არის რომ ნუ იყიდით მაღაზიებში, გაადით ბაზარში და იქ იყიდეთ, ცოტა ნაკლებად მაინც იყიდით, რა ვიცი. ასე ვფიქრობ მე.